არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა, მაგრამ იმ სახლის გარდა რომელიც მქონდა დელისზე, კიდევ მქონდა ფალიაშვილზე ბინა. და მე ხალ იმიტომ გამახსენდა რომ ჩემი მეზობელი უნდა ვნახო ახლა აქ და გზად გამახსენდა დედაშემს მქონდა სესხი TBC ბანკში. დედაჩემის გარდაცვალების მერე პიროვმა არხმაც რომ გამომიშვა სამსახურიდან დავრჩი შემოსავლის გარეშე და მივედი TBC ბანკში და ძალიან მთხოვე, აი ხო წარმოგიდგენთ ახლა როგორ თხოვ, როდესაც ბინა ჩადებული რომ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მომეწითქო. და ქონდათ იმის საშუალება რომ მოეცა 3 თვიანი საშეღავათო, მაგრამ არ მომწეს. არ მომწეს და გადის 3 თვე, ანუ ხალხს ხო წყობით აქვს სესხები. გადის 3 თვე და მომდი შეტყობინება რომ ჩემი სესხი გადაეცა ტრიბას, ამოსაწყვეტ ტრიბას და არ დავიყენები მაგათი წყევლით და კრუმობით, აი რას კი წყევლა და გინება ვიცი ყველაფერი ემეტება მაგათთვის და რატომ? ეს სესხი იყო ჩამოსული 16,000 ლარზე და ტრიბას რომ გადაეცა ვერ მიპოვეს და ჩამიტარდა დაუსწრებელი სასამართლო. რატომ გადაწყვიტეს რომ 16,000 ლარზე შუა ვაკეში 120 კვადრატულ ბინას დავთმობდი არ ვიცი და რატო ჩამიტარდა დაუსწრებელი სასამართლო არ ვიცი, მაგრამ აი ესე მოხდა, ჩატარდა დაუსწრებელი სასამართლო, საერთოდ წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ სასამართლო ტარდებოდა, თორე რა თქმა უნდა ადვოკატი მყავში მივახოს მეგობარი გიორგი მათიაშვილი წამოყვებოდა და დამეხმარებოდა. ჩატარდა სასამართლო და 16,000 ლარზე ჩამოსული სესხი, რაც მოითხოვა ტრიბამ, იგივე დამაკისრა სასამართლომ, ანუ 53,000 ლარი. კიდე ერთხელ ამოწყვეტა იმას. და მომიწია ამ სახლის გაყიდვა, იმიტომ რომ არ წაერთმიათ 53,000 ლარად. ეხლა მივდივარ და აი მართლა გული მტკივა იმ სახლის ანახავად რომ მივდივარ ჯერ იმიტომ რომ იაფად მომიწია გაყიდვა, მეორეც ერთ იმიტომ რომ მთელი ჩემი ბავშვობა მანდ გატარებული და ნასო მეტირება ხომ იმ ადგილს რომ გავდივარ, ეხლა გაჩვენებთ რატომაც მეტირება, გაჩვენებთ როგორი ბინა იყო და გაჩვენებთ აი ამ დაუსწრებელი სასამართლოს გამო რამხელა ბინა დავკარგეთ. ნუ ეხლა ვიღაცამ არ დამიწეროთ რომ სესხს რომ იღებ გადახდა უნდაო, ძალიან კარგად ვიცი რომ გადახდა უნდა და ჩამოსული ვიყავი 16,000 ლარზე, მაგრამ სამსახური დავკარგეთ ვერ ვიხდიდი და ვთხოვე რომ გამიგეთ და 3 თვიანი საშეღავათო ამ პროცესს დამიწერეთ და გადამინაწილეთ ეს თანხა უფრო დიდ ვადაზე, მაგრამ ნაკლების გადახდაზე რომ რაღაცას ვიშოვიდი, რაღაცას ვიზავდი და არ ქნეს. აი ეს არის ეზო, ეხლა გავაფალიაშვილიდან გაჩვენებთ, აი ეს იყო ჩემი ოთახი, აქეთ იყო მეორე ოთახი, ეს არის ჩვენი აივანი, რომელიც გამოდიოდა ეზოში. ეს მთლიანად ჩვენი იყო, ეხლა გავალ და წინიდან გაჩვენებთ. აი ეს მოვყვებით, ეს ჩვენი იყო და აი ეს არის წინა მხარე, რომელიც იყო არის აკეთებული მაღაზიად. ესე ჩვენი. ეს შუა ფალიაშვილი. და ვითხო რა გამოდის.